ახალ წლამდე სულ 2 დღე დარჩა. ყველა ოჯახში ფუსფუსია. საზეიმო განწყობა ჩვენს გადაცემასაც თან ახლავს. დილიდან საკითხებზე გამოვედი და ყველაფერი ქართული შევიძინე. უალკოჰოლო სასმელებიდან კი უშბას მივანიჭე უპირატესობა, რომლის ნამდვილმა ქართულმა სახელმაც მომხიბლა და ვიზუალურმა მხარემაც. საინტერესო რა გზას გადის უშბას ოქრო სანამ ჩვენამდე მოვა. წამოდით ეს ყველაფერი თავად ვნახოთ. მოდით გავიგოთ ყველაფერი როგორ მზადდება. Made in Georgia დღეს უშბას ქარხანას ესტუმრა. ბატონო გიორგი, მე ვიცი რომ პირველი ეტაპი არის წყლის მიღება, რომელიც უკვე მიღებული არის და ეს წყალი არაგვის ხეობიდან არის მოწოდებული, ხო? წყაროებით. და აღსანიშნავია რომ უშბა ერთადერთი არყის წარმოებელია, რომელიც ესეთი მაღალი ხარისხის წყალით ამზადებს არაქსას. საერთოდ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა წყლის ხარისხით და წყალი სადაც გამოიყენება ეს პროდუქტები ყველა მაღალხარისხიანია, როგორც არაყი, ისე სხვა სასმელი. აი ამ ძრავით ღებულებთ უკვე ნატახტიმიდან არაგვის ხეობიდან მოტანილ წყალს, ძრავი რო ირთვება, მიდის დაუმუშავებლად. მერე უკვე იქიდან იმ ავზიდან ჩამოდის და გადის რამოდენიმე ეტაპს. აი ეს არის მექანიკური ფილტრები, აქ არის 10 მიკრონიანი კარტრიჯები, რომელიც უკვე აკავებს იმ ზედმეტ მინარევებს, რაც წყალს მოყვება. მერე გადის ბაქტერიციდულ ნატურას, აქ არის ultra ის სკივები. ანუ ეხა აქ მოთავსებული არის უკვე დამუშავებული ამ ყველა ეტაპს გავიგილი წყალი. აი აქ მოვიდა წყალი. ეხლა მეორე ეტაპი ხდება წყალსპირტ-ნაზავის მომზადება. წყალსპირტ-ნაზავის მომზადება რა არის? სპირტს უნდა შეერიოს წყალი. როცა სპირტი აქ მოთავსდება, რა რაოდენობის კუპაჟიც კეთდება. აი დღეს ვაკეთებ პლატინის კუპაჟს, დაახლოებით 350 დეკალიტრი კეთდება, 520 დეკალიტრი კეთდება, დღევანდელი გეგმა ეს არის, 520 დეკალიტრი კეთდება. მოვიდა სპირტი და სპირტს ზემოდან ესხმება წყალი. ჩვენ ახან საექსპორტო პროდუქციებს ვაკეთებ და ორივე ფრონტზე ვართ, ასე ვთქვათ, ადგილობრივზე და ექსპორტზეც. ჩვენ თვითონ ჩვენ ვიყენებთ მოთხოვნებს უფრო მაღალს, ვიდრე სახელმწიფო გოსტები და სტანდარტები მოიცავს. ბატონო გიორგი, აი ექსპორტის თემას რახან შევეხეთ. რამდენ ქვეყანაში გაქვთ თქვენი პროდუქცია? ჩვენი არსებობის მანძილზე, ასე ვთქვათ, უშბა დისტილერია არსებობს, უკრაინა დაგვემატა წელს, დაახლოებით რო არ მოგატყუებთ, მე მგონი მე-4 თუ მე-5 ქვეყანა არის, სადაც ჩვენ პროდუქცია გავაგზავნებდა. აი აქ ჩადის, აი მინტილი გახსნილია და აქ ჩადის უკვე ის ფილტრაციიდან რაც მოდის იმ სისტემიდან აი ხედავთ. არაყი საქართველოში ყოველთვის ითვლებოდა სასმელად, რომელიც როგორც ერთ ხალხურ ლეგში ვკითხულობთ, ღვინის ძმა არის, მაგრამ სხვა არის. სასმელების შექმნით დაინტერესებული ადამიანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არყის გამოხდა საქართველოში მე-17-18 საუკუნიდან დაიწყეს. ამის დასტურია სულხან საბა ორბელიანის სიტყვის კონა, რომელიც არაყს ესე განმარტავს. რახი ბერძნულია, არაყი არაბული და იყი ქართულად ქვიან. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მეტად საინტერესო ისტორიული ფაქტი, რომელიც ლიპარიტ ბაღვაშსა და საქართველოს მეფის ბაგრატ მეოთხეს მუდმივ დაპირისპირებას ეხება. მე-11 საუკუნეში 1047 წელს სასირეთის ჭალაში ლიპარტმა დაამარცხა ბაგრატ მეოთხე არყის ციხესთან შეტაკებაში. ეხლა პატარა საიდუმლოებებსაც გეტყვით. ესე იგი უშბა პლატინაში გამოყენებულია რაც არის რეცეპტურაში, რაც აწერია და ჩვენ რაც გვიწერია არ უმალავთ არაფერს, პირდაპირ წერია კონკრეტიკეტზე. ამას აი როცა მორჩება მიღება სითხის და დადგება უკვე გასწორდება და გრადი იქნება სითხე, ამაში შეყვავს დანამატი ჩვენმა კომპანიამ და დანიელმა მეცნიერებმა და ქართველმა მეცნიერებმა და უშბის თანამშრომლებმა, მთავარ ტექნოლოგმა, ლაბორატორიამ ჩვენმა აი აქ საწარმოში მოხდა ამ დანამატის მომზადება, ასე ვთქვათ. ეს არის ნატურალური დანამატი, ხორბლის მარცვლისგან კეთდება
სპირტებს შეიცავს და ძალიან ძვირადღირებულია რა თქმა უნდა და იყენებს სოფლიოში ორი კომპანია. მარტო უჟბა და დანიური არაყი დანსკა. ანუ ეს მე ყველაფერი გადაეცემა კი ბატონო, ოღონდ გადაცემაც ისო ფილტრებს აი ამ გაივლის. ყველაფრის ფილტრების გავლის შედეგი. აქ არის პლატინის შემცველი ფილტრები, იქ იყო ვერცხლის შემცველი ფილტრები. ვერცხლი აუცილებელი არის. ვერცხლი პლატინა რო არ ქონდეს და ოქრო რო არ ქონდეს, მის საღები არის, მაგრამ ვერცხლი აუცილებელია. აუცილებელი. საქართველოში არყის გამოხდის წარმოება ბუნდოვანია, მაგრამ არაფერია ბუნდოვანი უშბას ქარხანაში, რომელიც 2005 წლიდან 100%-ით ქართული კომპანიაა. პროდუქციის წარმოების უმაღლესი ხარისხისა და განსაკუთრებული ტექნოლოგიური დონის გამო კომპანია არის არაერთგზის ჯილდოსა და სერტიფიკატის მფლობელი. გააჩნია ეფექტურად მოქმედი სადისტრიბუციო ქსელი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასევე აწარმოებს ექსპორტს მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში წარმატებით. ანუ აქ ხდება უკვე აქ უკვე ხდება ჩამოსხმა, საბოლოო სახის მიცემა, ასე ვთქვათ. ეხლა აქ რა ხდება? ჩვენ მივიღეთ იქიდან ყველა ფილტრებს გატარებული სითხე, რომელიც უკვე უნდა სახე მივცეთ და ჩამოვასხოთ ბორცში. ჩვენ ვიყენებთ მარტო პირველად ბექლებს, ახალ ბექლებს, ხელმეორედ გარეცხილს, ამობრუნებულს, იმას არ ვიყენებთ. ეს არის ჩვენი ლოგოტიპის საცობი, ჩვენი უჟბის ლოგოტიპის საცობი, თავისი დოზატორით გახსნის დროს საცობი ამოდის ზემოთ. არაყი უყვართ ყველა დროში და ყველგან. პეტრე დიდი, რომელიც რუსეთის მეფე იყო, გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით და არყის სიყვარულით. რუსეთის გუბერნატორმა გაწვრთნა დათვი და ასწავლა სტუმრებისთვის არყის მიტანა. თუ ვინმე სასმელზე უარს ეთყოდა, დათვი მას ტანსაცმელს აგლეჯდა. დათვის არ გეშინოდეთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ სიამოვნება სწორ არჩევანშია და სწორი არჩევანი არაყი უჟბას არჩევაა, განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაყი მსოფლიოში ყველაზე სუფთა სასმელია, რომელიც შეიცავს ყველაზე ნაკლებ ცხიმს. საოცრება და ისე მომეწონა რომ კიდევ ვამბობ რომ ვითამაში აქ ესეთი ესე გასწორებული არ ვიყავი და როცა ახალს ფანტასტიკური მიყოლებაც კი არ ჭირდება არაფრის ისეთი გემრიელია